იუსტიციის სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოვიდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და გარდაცვლილ ვეტერანთა მეუღლეები, რომელთაც პირადობა ჯერ არ აუღიათ, უფასო პირადობებს მიიღებენ. აქციით სარგებლობისთვის აღნიშნულმა პირებმა საქართველოს იუსტიციის სახლებს და სერვისების განვითარების სააგენტოებს უნდა მიაკითხონ. აქცია 15 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 15 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 15 მარტის ჩათვლით იწყება ესეთი აქცია. ეს აქცია შეეხება მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფს. ანუ ამ შემთხვევაში ეს აქცია შეეხება ესე იგი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ასევე გარდაცვლილი ვეტერანების მეუღლეებს და მათ სრულწლოვან ქმედუნარ ოჯახის წევრებს. ეს კატეგორია, რომელიც მე დავასახელე, პირველად უნდა იღებდეს ამ ელექტრონული პირადობის მოწმობას. შეეხება ეს შეღავათი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველად იღებს ამ ელექტრონული პირადობის მოწმობას. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი აქცია, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 წლამდე პირებს და პირობით მსჯავრდებულებს პირადობის მოწმობის უფასოდ აღება შეუძლიათ. აქცია 24 თებერვლამდე გაგრძელდება.